ოკეი. კაი, მართლა სათამაშო გარდა არ გაგიგიათ ეს ალგორითმი? საერთოდ ემბედინგ მოდელებს რო იყენებდით ემბედინგ მოდელებს. რო იყენებდით ენკოდერებს, მაგალითად რაგის აპლიკაციებს რო აწყობდით იმაში, რა ქვია, თუ აწყობდით, რა თქმა უნდა, ან ჰაკათონებზე ენკოდერები არ გამოიყენებიათ? BT, GINA, Google-ის 001 Gemini. ვინმეს? არავის? იყო? სხვადასხვა ზომა რო ქონდათ, ეგ შეატყეთ? ემბედინგებს. ანუ იყო მაგალითად იგივე მოდულზე 768 ზომიანიც და იყო 3372 ზომიანიც, რომ Gemini 001 მაგალითად. მე კითხვა არ გაგიშთათ, აი საიდან, რატო? რანაირად? PC-ის ხო არ მოსდებენ, ხო? ან ეს სვიტის ტრენინგის მერე. თუ იქ ქონდა თქვენ ვარაუდოთ. არა, ეგ არ ქონდათ. ანუ რაღაცა იეჭვეთ, ხო? არც არ ხო ანტონიო რობიჩი მელაპარაკება. ამგან არ მესმის, მაგრამ საინტერესო გამოცდილებაა რა. აი. ვინა ეს მატრიოშკა და რა უნდა ეხ ჩვენგან? ესე იგი 248 ზომის ვექტორები რო ქონდეს სულ რა, როგორც მაგალითად რა შეგვიძლია ბერტი ავიღოთ და 248 ზომის ვექტორებზე გავცხრათ რა. და ნუ ეხლა რაში გამოიყენება ხო ენკოდერები? რაგში თუნდაც ყველაზე მინიმალური რაგი შეგვიძლია ავიღოთ. სადაც ინფერენსი საკმაოდ მძიმეა რა. ნუ რაგს ხა ცალკე ინდექსირების ალგორითმები აქვს და ინდექსირების მერე ნუ რა შეიძლება გამოვიყენოთ აი მაგალითად კითხოს რო დავსვავ ყველაზე ახლოს მდებარე რაღაც დოკუმენტი რო ვიპოვო რა მაგ კითხვასთან რა ანუ შეიძლება ერთი კაეტი მაგრამ 248 ზომის ვექტორისთვის ეგ მძიმე ოპერაციაა მოკლედ რა. Cloud-ზე თუ გაქვთ რა თქმა უნდა არ არის მძიმე, მაგრამ თუ მაგალითად ტელეფონზე გინდათ რომ გავუშვათ, არის უმძიმესი. კატასტროფა. ხო და ამოცანა არის ეგეთი რომ აი რანაირად შეგვიძლია ერთი ვექტორი ისეთ შევქნათ რომ მაგალითად რავი 16 ზომაზე პირველი 16 ძალიან ცოტაა, კაი. პირველი 256 რიცხვი რომ მოვჭრა მაგ ვექტორიდან, რომ იმუშაოს. ეს ჩვენი ამოცანა. ნუ ამოცანა არა უფრო შედეგი, მაგრამ ამოცანა იყო რომ როგორ შეგვიძლია რომ ბევრი სხვადასხვა ზომის ვექტორი გქონდეს ისე რომ რაც ბევრი classification და ბევრი მოდელი არ გავწურთნა მაგისთვის სხვადასხვა ზომისთვის რა. ეს ხო ამოცანა. შედეგი იყო რომ 248 ზომის ვექტორიდან მაგალითად ლოგარითმულად რა ზომისაც არ უნდა მოვჭრა, ანუ მაგალითად 8, 16, 32, 64 და ასე შემდეგ, ყოველთვის მივიღებ წესიერ ადამიანურ ვექტორს. ლოგარითმული იყო უფრო მინდა რა ქვია ექსპერიმენტებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ შეატყეს რომ პერფორმანსი იზრდება ლოგარითმულად და მოდი ვექტორების ლოგარითმულად გავზარდოთ რა. იყო ეგეთი ინტუიცია. რაც ხო, გასაგებია. ცადეს მე სხვანაირადაც და არანაირი განვითარება არ ქონდა შედეგებს და პირიქით დაიკლო პირველ რამდენიმე იტერაციაზე. ანუ რაც 212 ცადეს 400 და ასე შემდეგ რა ვექტორების ზომები. ოკეი. ხო, ნუ აქედან მოდის ახლა მატრიოშკა, ზოგადად სიტყვა ხო ვიცით მატრიოშკა რაც არის რა. ერთი თოჯინაც არ არის რაც სათამაშო არის, შეგინდ კიდევ უფრო პატარა იგივე სათამაშო და კი შეგინდ კიდევ უფრო პატარა სათამაშო და რეკურენტულად ეგრე მიდის რა. პირველი 8 სიტყვაზე ვიძახი რა თქმა უნდა რა. პირველი აი მაგ ვექტორიდან 1-დან 8-მდე დაიმაშენები რომ ავიღოთ პირველი 8 სვეტი.
არის პატარა ემბედინგი, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც კი შეიძლება იდოს, ასე ვთქვათ, ამ ვექტორში. აა 16-ზე რო გავზდი, რაც პატარა დეტალური გაზომილებები დაემატება და ასე შემდეგ რა. ნუ აი მაგალითად რა, აა არის თუ არა ეს კატა და ნუ აი ინფორმაცია ჩაეტევოდა 1-დან 8-მდე. მაგრამ აი ამ კატას როგორი ბეწვი აქვს რა, ამ ფერს არ გულისხმობ რა, დავარცხნილი აქვს თუ არა აქვს დავარცხნილი, უკვე შემდეგ იმეებში რა ქვია, განზომილებებში ეტევა. ანუ აქედან მოდის ეს, ასე ვთქვათ, აა იმპორტენსი არის, ხო, იმპორტენსია იდეაში რა, ანუ რაც უფრო ვზრდი ამ M-ს დავარქვათ ამ განზომილებას, რომელსაც ჩვენ ვიღებ პირველ რამდენიმე განზომილებას ამ 2028-დან, რაც უფრო ვზრდი, მით უფრო იკლებს, ასე ვთქვათ, იმ ფიჩერების იმპორტენსი, რასაც ვამატებ. მნიშვნელობა, იმ ფიჩერების მნიშვნელობა, ხო, ქართულად ვიტყოდოთ. ხო, ეგ არის იდეა. თავარი იდეა რა, ანუ ამ paper-ის და ამ კვლევის, რაც ახლა დღეს ვარჩევთ. რამე კითხვა ხო არ გაქვთ მანამდე? გამარჯობა ნიკოლოზ. გამარჯობა. იმპორტანსი რის მიხედვითაც შევთქვით უკვე მე დავაგვიანე ცოტა და არა, ანუ ეგ არის იდეაში ალგორითმის ნაწილი, ახლა მაგასაც გავარჩევთ რა. ოკეი. ეგ იმპორტანსი შეირჩევა რეალურად ლოსის ან gradient descent-ის გამო რა. ეგრე ჯდება. gradient descent-ის გამო, gradient descent-ს ვაკეთებ, რომ განახებთ მოკლედ რა, მაგრამ ნუ პატარა სპოილერი ის იქნება, რომ ლოსებს ხო ჯამა ლოგიკურად რა სხვა dimension-ისთვის რა, მაგრამ ჯამა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად მეხუთე ნეირონისთვის თუ ითვლი loss მუშაობს ესე. თუ 8 dimension-იანი dimension-იანმა head-მა გამოგიყენა კი დაამატე gradients, თუ 16-იანმა გამოგიყენა კი და ასე შემდეგ. ანუ თუ ეს ჩემი M-ი, რაც არის 5 ამ შემთხვევაში რა. უბრალოდ M-ი არის 8, 16, ბოდიში ხო 8, 16, 32 და ანუ ასე ვთქვათ, ის dimension-ები, რომელზეც ჩვენ ვწვრთნით რა models. models არ ვწვრთნით ეს მაგ dimension-ებს. ანუ რა dimension-ებზეც გვინდა რომ წესიერი representation-ი მოგწეს რა, ეგ რომ მოვჭრათ ეგ dimension-ები რა. თუ მაგალითად ეგ M-ი მეტი არის იმ ნეირონზე, რომელზეც ვიტვლი მე loss, მაშინ მაგას ვამატებ. თუ არ არის მეტი და ნაკლებია, მაშინ არ ვამატებ loss და მაგის გამო იმპორტენსი ქვემოთ უფრო მაღალია ვიდრე ზემოთ რა. ხო და ნუ loss-ში მაშინ weighting-ი მაგის მიხედვით მოხდება. ოკეი, გასაგებია. loss-ზე ხა გადავალ. არ შეგაშინოთ ამან განსაკუთრებული არაფერი არ წერია. ორნაირად წვრთნიან მოკლედ რა, ერთი არის MRL ალგორითმი და სხვა კლასიფიკაციის ჰედები აქვს ბოლოში, სხვა ზომის, არის მაგალითად 8, 16, 32, 64, სხვა კლასიფიკაციის ჰედები აქვს. ეგრე 2048-მდე. არის კიდე მეორე ალგორითმი MRL-I, რომელიც ხო რა თქმა უნდა უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ ანუ წერიან რო ვიძახდი ჭრი მეთქი ვექტორს, მან დიჭრება რეალურ ვექტორები აქვს, просто classification head-ები გაქვს ბევრი. და რა თქმა უნდა ხა ამის წოქნა ოდნავ უფრო ის იქნება რა ქვია, ბრწყინვალედიანი, იმიტომ რომ რავი, NN ლინეარია ჩვეულებრივად ხო ბოლოში მოდებული უბრალოდ სხვა ზომები. ხო, ვინაა ეს M-ი? ეს რა რო ვთქვი, DDM-ი არის ის dimension-ები, რა ზომის ეს კლასიფიკაციის ჰედები უნდა იყოს. ეს არის slicing ოპერაცია, ანუ ეს რუსული სათამაშო წერა რო ვიძახდი. ეგ იჭრება loss-ის დროს მარტო, მაგრამ საბოლოოდ ბევრი კლასიფიკაციის ჰედი გვაქვს. და ეს არის წერა რო ვთქვი, ის ასევე აი ეს linear head-ი, რომელიც სხვა ზომის გვექნება საბოლოოდ ამ ალგორითმით თუ გავწვნით. 16 ზომისაც გვექნება, 32 ზომისაც გვექნება, 64 ზომისაც გვექნება და ასე შემდეგ. და ხო, ეს importance weight-ი არის, ნუ ეს საბოლოოდ არის ექსპერიმენტალური პარამეტრი და რავი, ეგ просто ძირთადად ერთს იღებენ ესენი. მაგრამ რომელიმე კლასზე თუ loss-ი გაგექცაო, ან რომელიმე ზომაზე თუ loss-ი გაგექცაო, просто დატუნეო რა.
და ჩამოაკელი ან გაზარდდება. ეგარი და ეგ. ლოს თვითონ ვინახსნის, აბა ვის უნდა ცოტა გავარკვიოთ რა წერია აქ. თუ არ გაინტერესებთ. თუ არ გაინტერესებთ ეგ ესეგები. რავი კი, კაი იქნება. მიდი აბა. მე ახსნა. მიდი. ხო, ნუ რავი, ჯერ მინიმიზაციას, ნუ მინიმიზაცია უბრალოდ gradient descent-ია და ეგ არის просто მინიმიზაცია გვინდა ამისი. ხო, ლოსის მინიმიზაცია გვინდა, ხო. ერთიანზე რო ვყოფთ ალბათ იმას ნიშნავს, რომ რაღაცა ensemble რო გვაქვს, просто იმას ნორმალიზაციას უკეთებთ, რომ ძალიან დიდი value არ იყოს. და ეხლა ჯამი. პირველი ჯამი არის ისთვის და ანუ რეალურად ის f ფუნქცია რო გვაქვს vector slicing-ისთვის, რომელიც არის mag-ისთვის ხდება ეგ აჯამო რა პირველი ჯამი რო წერე, აი e1 და n-ამდე რო ხდება. ეს ხო პროსტა ის იქნება რა. ეს პროსტა არის რომ ხო slicing-ისთვის რა slicing-ისთვის რატო ეს არის ჩოლბერტ ეს ყველგან იქნება ხო slicing-ი რომც არ იყოს ხო ანუ ლოსის რეალურად ეგ ხო მარტო fx-ისთვის არის რაც slicing-ის ოპერაციაში fx-ის არის რა ეგ თუ არის ყველგან ხო ნუ თავად სტიქია რა რამდენი სემპლიც მაქვს იმაზე ვყოფ და ყველასემ ვჟამავ რომ ლოსის საშუალო დავთვალო ეს არის პროსტა გასაშუალოება ხო წინ რა წერია და აქ ვითვლი პროსტა ჯამს მე არის ეს ჯამი m-ი რომელიც ეკონსიემს მაგ ეგ არის უკან slicing-ისთვის უფრო ხო გასაგებია ხო ნუმერე ეს m-ი წერია ეს პროსტა ყველა იმისთვის რა ყველა მატროშკასთვის რომ ცალკე ის გააკეთოს ანუ ცალკე ის ხო გვაქვს ცალკე ის W გვაქვს და ცალკე CM-ი და ანუ ყველა იმისთვის რომ ცალკე გააკეთოს ეგ და ნუმერე აჯამოს ბოლოს. ეს რომელიმე ლოსი იქნება? ეს დიდი ალბათობით ვარაუდობ რა გიხარდება. მოდი რა იყოს cross-entropy კი ბატონო. ეს არის projection head-ი. просто n ლინიარი ჩათვალე. და ვამრავლებ output-ის slice-ზე რა. ეს ვექტორული ნამრავლია? ანუ სკალარული. სკალარული რაღაც просто. ხო. და ნუ ხო, რა თქმა უნდა, ბოლოს output-ი გაქვს. და ვასლაისებ ანუ 248 ის რომ აქ რა ქვია output-ი, მაგას ვასლაისებ პირველ რაღაც m-ცალ ვექტორს რა, პატარა m-ცალს. და ვიღებ რაღაცა ახალ linear projection heads რომელიც ოკეია რა. просто ბევრია. ბევრი projection head-ი რა ვიცი რამდენად კაია. საბოლოოდ მაგ ალგორითმის განვითარებაზეც იმუშავეს რა. ხო, აი წენა რა ვიძახდი. აი ესე იჯამება საბოლოოდ ჩვენი გრადიენტი. ესე იგი loss ვაწარმოებ z-ით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იმ მეტია კაზე კარი ჩათვალე რომელიღაც ნეირონი რა. და m არის იმ ის dimension-ი, რომელსაც ვიყენებ. ანუ მე თუ 248 მაქვს m-ი და კ მაქვს სიტყვაზე 5, აქ ყველა ლოსი შევა რა. ხო? მაგრამ თუ მაქვს კ სიტყვაზე 15, ანუ არა მე 15 ნეირონი შეიძლება არ იყოს ეგეთი მნიშვნელოვანი. როგორც მესამე სიტყვაზე ხო? და ზუსტად მაგას გააკეთებს 8 განზომილებიანზე, ანუ 8 განზომილებიანი რომ ექნება ვექტორი, რა მოხდება? ლოსი, ანუ DLM-ი, რო გაწარმოდება z-კათი, ეს რა იქნება? ანუ რახან m მეტია კაზე, თუ m მაქვს 8, ანუ აქ არის 15, ეს ლოსი არ ჩაითვლება, просто განულდება. და 8 შემთხვევაში მხოლოდ პირველი არ გასვა პირიქით. არა, ხო, სწორად. რა 15-ია ხო? ანუ არ ჩავთვლი რა უბრალოდ რა, არა ამშოვენ და იმით. ხო, დაბა განზომილებაზე ყველა იმის ლოს ვჯამოთ. და ხო. ხო. ხო, რაც პრო იზრდება განზომილება. კი. ხო, ანუ კაროცა 8-ზე ნაკლებია, თითქმის ყველა ლოსში შედის ფაქტობრივად, ნუ თითქმის ყველა ლოსში შედის.
ეგ ჩემი ლოსი და მაგიტომ ყოველთვის იჯამება. ანუ ეგ არის რაც მოცემულობა, რომ თუ 8-დან 16-მდეა, ყველგან შედის 8-ის გარდა. თუ 16-დან 32-მდეა, 16-ის და 8-ის გარდა ყველგან შედის ეგ ლოსი. და ნუ ეს 16-დან 32-მდე, 8-დან 16-მდე და ასე შემდეგ მაგას გულისხმობ ნეირონებს რა უბრალოდ რა. ენუმერაცია ჩვეულებრივი. გასაგებია ეგ? აი ეგ არის იდეაში ამასთან დაკავშირებული რა. იმპორტანსთან. ან ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციას ძალიან ყურადღებას აქცევს რა ამის გამო. ანუ უნივერსალურად მნიშვნელოვანი ფიჩერები რაც არის, პირველ რამდენიმე ვექტორში იმაშვება, ათავსებს. გასაგებია? მოდი გავჩერდები და კითხვებს დაველოდები. ათო შენ ორობით შეგიძლია დამისვა კითხვები? მართლა ყველაფერი გაიგეთ, კაცო? ან დაახლოებით გასაგებია ინტუიციურად. ანუ ერთი აი 8-დან 1024-მდე რო არის, მაგ შემთხვევაში ანუ რეალურად მატრიოშკები სადაც არის მარტო მაქედან არ ვიღებთ ლოს და დანარჩენი ყველა კლასიფაიერიდან ვიღებთ, ხო? თუ სწორად გავიგე. 8-დან 1024-მდე, ანუ 8 ნეირონი თუ 8-დან 1024-მდე არის სადღაც? ხო, ანუ აი აქ early dimensions ოწერია, კათი რო აღინიშნება. ხო. მან ხო, ანუ ყველა იმიდან ვიღებ, კი. სწორად გაიგე. ანუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგ ინფორმაციას ვინახავს საბოლოოდ რა. ან თუ ყველა სლაიდში თუ ხდება ჩემი ნეირონი, ყველა სლაიდში, მაგალითად 2050-იანში თუ ხდება და 16-იანში თუ ხდება და 124-იანშიც, მაშინ ყველას ლოსი უნდა შევკრიბო მაგ ნეირონზე რა. ყველა კლასიფაიერის ლოსი, ხო? მაგას კითხულობ. მაგას ვუწევ. ხო, ეგრეა, კი. იმიტომ რომ 8-მდე რაც არის, მე მინდა რომ ეგენი იყოს რაც უნივერსალური და ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. და მეერე უკვე 1024-დან 2050-მდე შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, მაგრამ დავარცხნილია თუ არა ეს კატა, მაგრამ 8-მდე მინდა რომ მოხდეს ეს მართლა კატა არის თუ არა. გასაგებია. ოკეი. და შემდეგი სლაიდი. ხო, ნუ MRL-ი ეხა ავხსენით. MRL-E ჯერ არ გვიხსნია. memory MRL-ის პირველ ნაკლები აქვს და ნუ უკეთესია რა, კონკრეტულად მაგის უკეთესია რა. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რაც 1%-იანი decline-ი აქვს მაქსიმუმ პერფორმანსში. MRL-E ვინა ესე იგი რა. ის კი არაა რომ სხვა კლასიფიკაციის ჰედები აქვს რა და რაც ერთი ტიპის მატრიცა არის მანდრა. ერთი მატრიცა არის რომელიც იყოფს ასე ვთქვათ რა. არის უფრო ანუ პირიქით ხო ერთი მატრიცა კი არა, ან ბევრი მატრიცა მაქვს MRL-ში და ხდება რა მივადგები თუ 16-იანი მინდა 16-იანს მივადგები კლასიფიკაციისაც 32-იანი მინდა 32-იანს მივადგები 64-იანი 64-იანს მივადგები და ასე შემდეგ და MRL-ში მაგ პირდაპირ ვიზახი რომ მაგ 2048-იანი და რა განზომილებას გინდა მოჭერი. გასაცვლელად ბევრად მარტივია, დასადეპლოებლად ბევრად მარტივია, გამოსაყენებლად ბევრად მარტივია. და რა მოდელის ზომას ლოგიკურია რომ შემცირდება მაგდენი მატრიცა რო არ მექნება, ხო? კაი. აი თითქმის მორჩი რეალურად ლექციას. შეგვიძლია პროსა ნახოთ მე ისინი რა ქვია, თვითონ პეიპერი. გადავხედოთ ბოლოში რა გააკეთეს, რა ექსპერიმენტები გააკეთეს, შედეგები ვნახოთ. მაგრამ მანამდე ერთ სლაიდი დამრჩა. თქვენი აზრით მაგალითად კლასიფიკაციას როგორ იზამდნენ ხო, კლასიფიკაციას როგორ დაოპტიმიზირებდნენ რა, აი მაგ რაღაც ვექტორები MRL-ით გაწვრთნილი ენკოდერი მაქვს და მინდა რომ დავაკლასიფიცირო რაღაც ფოტო სიტყვაზე.
ოპტიმალური კლასიფიკაციის ალგორითმი რა იქნებოდა? არავის არ გინდათ ლაპარაკი? დააბრეინსტორმ. დაახლოებით ვერ გავიგე. გაქვს რაღაც ფოტო გაქვს, გაწვრთნილი გაქვს კლასიფიკაციაზე, კლასიფიკაციაზე გაქვს გაწვრთნილი მოდელი, ენკოდერია ჩათვალე და შენ გინდა რომ დაადგინო რომელ კლასს მიეკუთვნება ეს რა. ნუ კაი, ნუ კლასიფიკაციაზე არა, просто ნუ ხო, კლასიფიკაციაზე მამეთ გაწვრთნილი რა მინდა კაც. ხო, კლასიფიკაციაზე გაწვრთნილი ჩემი მოდელი 10 კლასი მაქვს სიტყვაზე. შემოდის ფოტო და მინდა რომ დავაკლასიფიცირო იქ ფოტო. და რა იქნება ოპტიმალური სტრატეგია თუ ჩემი მოდელი არის გაწვრთნილი ეს MRL-ით, მაგ რაც 8 განზომილების, მაგ 16 განზომილების, მაგ 32 განზომილების და ასე შემდეგ. Cosine similarity მაგალითად მსგავს ფოტოებზე. არა, cosine similarity რასაც ჭირო პირდაპირ მაგ რა კლასიფიკაციის მოდელი labels მიბრუნებს. მეგონა ლატენტებს აბრუნებს. არა, ლატენტებს არა, просто მაგ კლასიფიკაციის მოდელი, თუმცა ResNet-ი ავიღოთ რა, ResNet 50 მაგ გაწვრთნილი. ამ ალგორითმით. არა, ხართ ბიჭო პროგრამისტები? პროგრამირების ტასკია? არ გმაქვს დავსო, არა? როგორ? არ გმაქვს. აი, არ გმაქსი დაგიბრუნა მე. ეგ ავსო, აი რა 8 განზომილებიანზე ცადე არ გმაქვს თუ 2048-ზე. ჯერ იქ მითხარი. ანუ ყველასთვის გავუშვი, რაც მქონა ყველა სლაისისთვის გავუშვი. აი გეტყვის ვიღაცა რომ ნელია და არ მომწონს. და უკეთესად შეიძლება იქნებ პოვნაო. ხო, მაშინ რავი, რომელი ანუ რაღაცა კონკრეტული განზომილებისთვის არ ავიღებდი და მარტო იმ ადგილებში ავიღებ, სადაც აი მატროშკები მაქვს რა, მაგალითად 8, 16, 128 და რაღაცა რა. ანუ რომ სად გადაწყვიტავ რომ რავი 8 შეიძლება ერთი დაგიბრუნოს, 16 შეიძლება მეორე დაგიბრუნოს, 32 შეიძლება სხვა დაგიბრუნოს და ასე შემდეგ. რომელზე იტყვი რომ ეს სიმართლეაო რა. ანუ ცხადია რაც უფრო ახლოსა, ანუ რაც უფრო დაბალ განზომილებაზე თუ იქნება მატროშკა, მით უფრო ალბათ კარგ შედეგს იძლევა კლასიფიკაციის შემთხვევაში. დაბალ განზომილებაზე თუ მაღალზე კაც დაბალზე ხა რას მეუბნები რომ 8 განზომილება უფრო ზუსტია ვიდრე 20 რაც არა, პირიქით ხო, პირიქით. არ გეთახმები ხლად რაღაც აკლებ რა. რა ყველა მიცით რასაც აკლებს და არავინ არ იცახით რასაც აკლებს რა. ყველას გაგიათ, ყველას გამოგიყენებიათ. რითი საზღურავ, რომ მოდელი სწორ შედეგს გიბრუნებს. თუ არ იცი ეგ სწორი შედეგი, რა არის ისეთი რაც რიცხვით იმშოლება, რითიც შეიძლება? აი ლოსი ყველაზე ნაკლები, ახლა ლოს ხო არ დათვლი იმაზე. ცოტა უკეთ. თითქმის მივიდა. ლოსიდან სად გადავდივართ მე? რას ვეძახით მე ინფერენციას? რა accuracy რა მეტრიკა ბიჭო ლოსიდან მეტრიკაზე და accuracy როგორ გადახვედი? ანუ ინფერენცია არის რაღაცა ლოსის მე რო გადავდივართ? ინფერენცია არა ზოგადად რა, ანუ ისეთი რაღაცა ეკითხებით რომ ეგრევე უნდა პირველი გაგახსენდეთ. სიტყვათან იცეთი რომ რავი. ანუ როგორ მეუბნები რომ 8 განზომილებიანი, რის მიხედვით მეუბნები რომ 8 განზომილებიანი მოდელი უფრო ზუსტად მიბრუნებს ვიდრე 16 განზომილებიანი. რამე მინიშნება და გეტყვი. მინიშნავს მე არ იმსახურებთ რა. პირდაპირ გეუბნებით. მოიცა არ თქვა. რითი ხვდები რომ მოდელი მეტრიკა არა პასუხი ხო? კაი რავი. მეტრიკა თუ დაარქვი თუ გინდა რა მნიშვნელობა რიცხვითი მნიშვნელობა არის რაღაცა
რითიც ხვდები, რომ მოდელი არ გატყუებს. არ შეიძლება ვალიდაციის სედზეც უნდა გაუშვა. ბიჭო, არა, რა ვალიდაციისა, პროსტა ერთი ფოტო შევუშვი და რაღაცა შეიძლება იქ რიცხვი დაგიბრუნოს და მაგით მიხვდე, რომ ეს მოდელი, აი, არ ვიტყვი მაგ სიტყვას, მაგრამ ხვდება. კარგად ხვდება. აი, შევცვალე. აურო ვერ ფიქრდება რა. რითი ხვდები, რომ მოდელი არის დარწმუნებული თავის შედეგში, რითი ხვდები? Confidence. ბიჭო, სად რას აკეთებთ? რას მიკეთებთ ამდენი ხანი? სად ახართ? ბიჭო, ძალიან ცუდა დასუ კითხვა. რანაირად ბიჭო, რა ხარ, თუ დარწმუნებული ბიჭო, თუ გითხარი რომ რითი ხვდება, რომ დარწმუნებულია, მიხვდები ხო, იმიტომ რომ კონფიდენსია პირდაპირ დარწმუნებული თარგმანი. გეუბნები რანაირად განსხვავებთ თქო, ანუ რაღაც რიცხვის მნიშვნელობით, რომ რა განზომილებია. ხო, შეიძლება overgeneralized არის და ანუ იძახის რომ ძალიან დარწმუნებულია, მაგრამ ანუ overgeneralization-ს აკეთებს. რაღაც გასწავლები არ გვინდა, რა, просто ალგორითმს გეკითხები, როგორ მიუდგებოდი. ხო, ნუ რავი, თუ overgeneralization-ს არ აკეთებს, აი რა კიდე კითხვაში რა არ მოგეწონა ანტონ? ლოსი ხომ იპასუხე და კონფიდენსზე რატო ვერ გადახვედი? ინფერენსზე გეკითხე, არა ერთად, ინფერენსზე ვკითხულობ ეგეთ რაღაცას, რომ შემოვიდა ფოტო და მიბრუნება outputs და შემოუნები ლოსი როდესაც ნაკლებიაო. კი, ნუ ახლოსაა ლოსი და კონფიდენსი ერთმანეთთან, მაგრამ ინფერენსზე გეკითხები კონკრეტულად და კითხვას მიწუნებ. რანაირად მიწუნებ კითხვას, ლოსს ხომ მიხვდი? ეს ხორავი, ანუ ლოს მიხვდი და აი ხო, ნუ კონფიდენსი, გავიხსენეთ კონფიდენსი. ეხლა მაინც როგორ მიუდგებოდით მაგამოწა. ეხლა იცი რომ კონფიდენსი არსებობს ეგეთი რაღაცა რა. და გინდა რომ დააკლასიფიცირო ოპტიმალურად. რას იყენებენ შენი აზრი, როგორ უდგებიან მაგას? გაწვრთნილი გა კლასიფიკაციის მოდელი MRL-ით. შემოვიდა ფოტო, დაგიბრუნა ლეიბლი, დაგიბრუნა ასევე კონფიდენსი. რას შვები? ხო, რომელ კლასიფაიერს მაშინ ყველაზე უნდა გავუშვა? ყველაზე გაშვება argmax. ეხა ვიხმართ argmax. argmax ბიჭო, ანუ argmax-ი არის პროსტა შედის და მეუბნება რაც ყველაზე მაქსიმალური მნიშვნელობის არგუმენტს. ხო. ხო და უშვებ რაზე? ანუ მაგრამ ვაგანზომილების ვექტორზე უშვებ და всё, ანუ argmax-ი დამოვიღე და всё, გადავაგდე. დაბალი კონფიდენსი რომ მიჩვენოს? დაბალი კონფიდენსი argmax-ზე? ხო, დაბალი კონფიდენსი მაქვს argmax-ზე, მაგას გეუბნები, კი. ფოტო შევუშვი, რა განზომილებიან იმაში, კლასიფიკაციის ჰედში, დამიბრუნა პასუხად კატა. და კატას აქვს კონფიდენსი 0 და 2. ვიყენებ მაგას? ხო, რას ვაკეთებ მაშინ? თუ არ ვიყენებ, სად მივდივარ? უფრო რავი, დიდ სლაისებს ვცდი. უფრო დიდ სლაისებს ვცდი. მე კიდე უფრო დიდ სლაისებს ვცდი დაბალი კონფიდენსი ვცდომი. მე კიდე უფრო დიდ სლაისებს ვცდი. და როცა კონფიდენს threshold-ზე მაღალი იქნება, რომელსაც მე დავაყენებ, ესე იგი ამოხსენ ჩემი კლასიფიკაციის ამოცანა. ხო. და საერთოდ არ უშვებ ყველა ვექტორზე, ხო? სხვა ყველა განზომილებაზე. ხო. ეს ჰაკათონებზე გამოგადგებათ. მართლა გამოგადგებათ, არა და ისეთი რაღაცაა და. კაი, retrieval-ზე კითხვა შემოვიდა, პასუხი უნდა გავუწე დოკუმენტები მაქვს, რაღაცა 100,000 ცალი. ოპტიმალურად როგორ დავრანკავდი მაგ დოკუმენტებს?
აი რა просто აბრეინშტორმეთ რა. არა ეხა ეგ ეს ბევრად მარტივია. არა, threshold-ი არა, просто ანუ როგორ მიუდგებოდი მაგამოცას, თორემ ნუ cosine-ი რა თქმა უნდა გამოიყენო cosine similarity threshold. მაგრამ threshold-ზე მან არა მშობა ის უფრო ალგორითმული იყო რა. და просто ანუ იგივე ცოდნით, რომ რაც პატარა განზომილებასაც ვიყენებ ესე კარგად, იგივენაირად შეხედეთ მაგამოცანასაც რა, როცა მინდა რომ 10 მილიონი მონაცემიდან წამოვიღო რაღაცა კარგი დოკუმენტები რა. ნუ პირდაპირ კარგი დოკუმენტები არა, რა თქმა უნდა, პირდაპირ top 3 არ უნდა წამომიღო რა 16 განზომილებით. არანაირი იდეა? მაგ რაღაცა ისევ 8, 16, 32, 64, 128, 256 და ასე შემდეგ 2048-მდე განზომილებები რა. კაი, სიტყვაზე, ნუ top 3 არა, top 1000 როგორ top 1000 დოკუმენტს როგორ ამომიღებდით 10 მილიონი დოკუმენტიდან, როცა query მაქვს. რაც query შემიძლია. query-ს თან ნახავდით cosine similarity-ს. კაი. დიდი მოდელი? დიდი მოდელით პატარა მოდელი, დიდი კლასიფაერით პატარა კლასიფაერით რომელით? ანუ პატარით დავიწყებდი და გავყვებოდი დიდამდე. სანამ არ მივიღებდი რაღაც threshold-ზე მეც. თლად სწორი არ არის, მაგრამ ხო პატარით უნდა დაიწყო რა. პატარით ამოიღე რაც 1000 დოკუმენტი. და მივხვდი რომ ეგ 1000 დოკუმენტი მართლა ახლოსაა ჩემ query-სთან, ჩემი 10 მილიონიდან თუ 100.000-დან რაც არის რა. მე მაგ top 1000 რითი დასორტავდით? ისევ პატარა განზომილებით 16-იან. არა, მაღალ განზომილებიანით. ანუ დავსორტავდი რას ნიშნავს? ანუ re ranks გაუკეთებდი ხო რა? ხო. მე უკვე მაღალი განზომილებით. არა, просто მინდოდა რომ რავი, ეს შეიძლება გამოგადგეთ მაგალითად რა სადმე რა, პროცესის და ოპტიმიზაციის პონჩე. შეიძლება ოლიმპიადაზე არ გამოგადგეთ, მაგრამ შეიძლება გამოგადგეთ კლაუდ და კლაუდ ჰაკათონებზე, ან სამსახურში, სადაც იმუშავებთ. კაი ტრიკია რა. დიდ საინტერესო ვერაფერი, მაგრამ ეგო ჩემ ბოლო სლაიდი. კაი, კითხვები, აბა, ვიმსჯელოთ კიდე რამეზე ვილაპარაკოთ. არაფერი კაცო? შედეგებს და კოდის ნაწყვეტებს შეგიძლიათ მე გადახედოთ paper-ში. ვიცი რომ გადახედავთ. მაგრამ გაერთობოდით. არანაირი კითხვა არ გაქვთ, თქვაფში არანაირი კითხვა არ დაგვადები. ეგეც მარტივი paper-ი იყო. ნუ არა, მარტივი იყო, მაგრამ ან პატარა paper-ია რაღაცა კითხვა. მოვიფიქრებ რამეს. პატარა არ არის, დიდია, მაგრამ ხო რა, მამით პატარა არის, მე პროს შედეგებზე ბაზრობდი. ხო, პატარა paper-ია და თან მარტივი იდეებს ამაში რა და ბევრჯერაც გამოგიყენებიათ ხა ეს რა. Gemini-ს ემედინგებსაც აქვს ეს, Gina-საც აქვს ეს, რას იყენებთ? თითქმის ყველა მოდელს აქვს ესეთი ის რა ქვია, MRL-E. ამიტომ რაც ახალი არ ყოფილა ასე თქვა თქვენთვის რა ალბათ რა. просто ну ეს შეიძლება გამოიყენოთ ეს MRL-ი კაია რომ ცოტა გაიაზრეთ. ალბათ გაიაზრეთ. არავის არ გაქვს კითხვა? Paul, Ipsho, Anton. ორობიჩი მაინც გამეცით პასუხი. თუ არ გაქვს კითხვა, რა
მორჩე პრეზენტაციას. არა, ეს ყველა არის ერთ მოდელში. შეხედე როგორც აი mixture of experts-ივითა რა, ზოგჯერ MRL-ი წეღარ ვახსენე. ხოდა მოვისმე inference კოდში ყველას ვწერია, ახლა შევალაგერ. face რა. აი როგორც გაგიხარდებათ ის გამოიყენოთ. და აგერ აქვთ თუ მატრიალში გამოყენებენ truncate dims მიუწერ უბრალოდ იმას რა ქვია. ან ნახე ტესტ მოდელები ძირითადად არის გაცვლილი MRL-ით რა. MRL-ი თვითონ რა ახსენ წეღან. MRL-ი არის ეგეთი ტიპი, რომ ერთ მოდელში ბევრი სხვა classification head-ია. ჩათო როგორც mixture of expert-ი რო არის, mixture of experts-ი ხო იცით, თუ არ იცით. ხო, ეგრე წარმოიდგინე რა. ეგ არის ერთი ალგორითმი, ერთი ტიპის ალგორითმი, რომ ბევრი კლასიფიკაციის head-ი გაქვს და შენ წყვეტნობელი გამოიყენო და მეორე ვარიანტი არის უბრალოდ MRL-E, რომელიც არის სულ სხვა ალგორითმი, რომელიც იდეაში რას აკეთებს ხან ახე ამ dimension-ებს უბრალოდ dimension-ებს კი არა. დიდ dimensions იღებს 2048-ს და ისე აკეთებს, რომ პირველი M-ცალი ვარგა ყოველთვის. პირველი M-ცალი ლოგარითმულად რა. აგერ 32 იქნება, 256 იქნება თუ ასე შემდეგ. აგერ ამათ უწერიათ რა 32, 64, 128 და ასე შემდეგ. ერთ მოდელში არის რეალურად ეგ რა, რომელსაც output-ი აქვს 248 იგზის, მაგრამ შენ თუ ნაკლები განზომილება გინდა, უბრალოდ ჩამოჭრი. მიხდი? ორობიჩი მაინც გამეც პასუხი. კი, დასორტილია, კი. წესი დასორტილია, რავი, ეგრე გადაეცემა ამათ არგუმენტი და ეგრე ახდის ამათ მათ. კი, დასორტილია. ხო, ეგრე შეხედე. Hugging Face-ზე გადადივარ იმ კოდში და მაინტერესა. აი truncate dim რო ეწერა, ხო? თუ ხო. აი ეს ამატროშკა ემბედინგი ხო? აი truncate dim არის რომ პროსტა აი იმ რაღაცა. აგაზე მოუჭრი რა, ხო, რაღაცა გარკვეულ მატროშკაზე გასაგები. ოპა, აი გაია. პირველი dimension ყველაზე მნიშვნელოვანია არა, ანუ პირველი 8 არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა. პირველი 32 ამათან ყველაზე მნიშვნელოვანი, მე 64-მდე იზრდება ეგ და პირველი 64-ია ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველი 64-დან მე 32-დან 64-მდე რაღაც დეტალებს ამატებს, 64-დან 128-მდე კიდე რაღაც დეტალებს ამატებს, 128-226-მდე კიდე რაღაც დეტალებს და შენ კი დასორტილი არის, მნიშვნელობის მიხედვით არის დასორტილი. ხო. ან ფაქტობრივად პროგრესიულად იზრდება რა. ან მათემატიკურ პროგრესია და ის კი არა ამ დროს. ეგეც შეგიძლია რა თქმა უნდა, აი რაღაც დეტალზე შეიძლება ეგ იყოს უფრო გამახვილებული რა. ისე ამის გამოყენება contrastive learning-თან ერთად რამდენად? რავი, რატო არა? ჯინას მემედინგები კონტრასტიული სწავლებით არაა და გაცვლილი?
და აქვთ აგერ, რა ვიცი, ჩვეულებრივად მუშაობს, იდეალურად მუშაობს და შევიტყოდი. ხოლო ში უნაქნა მოდიფიკაცია და ატოლმა დაქცინა. შენ დაქცინა. მე დამცინა. Хорошо. ავითვალისწინებ. ოკეი, სხვა რამე? კითხვა? რეკორდინგი გათიშე? ხო არა. არა, ჯერ გავთიშო? ხო რა ანუ. პირადული კითხვები თუ გაქვთ? მიქა მე AI-ლის არ გამითიშოს. აა